მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი. დღეს თითქმის ყველას გაახსენდა ზურაბ ჟვანიას ეს ისტორიული სიტყვები, რომელიც ქართველმა პოლიტიკოსმა ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე 1999 წელს წარმოთქვა, როცა საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა. ნახეთ, როგორი იყო გზა 2014 წლის 27 ივნისამდე. მე ვარ ქართველი და მაშასა და მე ვარ ევროპელი. I am Georgian and therefore I am European. 1999 წელი საქართველოს პირველი განაცხადი ევროპელობაზე. ამ მოკლე თუმცა მკაფიო ფრაზით პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის პოლიტიკური არჩევანი დააფიქსირა. 15 წლის შემდეგ ზურაბ ჟვანიას სიტყვები ისევ აქტუალურია, თუმცა შეიცვალა რეალობა. საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყო. მანამდე იყო 90-იანი წლები და პირველი ნაბიჯები ევროპისკენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებელი არჩევანი გააკეთა. 1992 წელს ევროკავშირთან დაახლოების მიზნით ტექნიკური პროგრამა ტასისი ამოქმედა. ქვეყანამ პირველი დახმარება მალევე მიიღო. ჰუმანიტარული მხარდაჭერა სურსათის გამოგზავნით გამოიხატა. საქართველომ მაშინ ფინანსური დახმარებაც მიიღო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პრაქტიკულად ჩვენი ქვეყანა იყო ქაოსში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვინმეს დახმარება, რჩევები, გზის ჩვენება და ეს იყო ევროკავშირი. კიდევ ერთი ახალი ეტაპი საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობაში 1996 წელს დაიწყო. ლუქსემბურგში ხელი მოეწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას. შეიქმნა თანამშრომლობის საბჭო და კომიტეტი. საქართველოს ევროკავშირის წინაშე პირველი ვალდებულებაც აიღო. პარლამენტმა კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე მუშაობა დაიწყო. ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელიც დანიშნა. ეს 2003 წელია, ვარდების რევოლუცია, მოვლენა რომლის შემდეგაც საქართველოს ევროპული არჩევანი მკაფიოდ გამოიკვეთა. საქართველოს ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ახალი სამინისტროს შექმნა იყო, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს. უწყების პირველ მინისტრად გიორგი ბარამიძე დაინიშნა. ჩვენამდეც გარკვეული პროცესები მიმდინარეობდა. პირველი მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა ევროკომისიის ხელმძღვანელობასთან, სადაც მან განაცხადა, რომ საქართველოს სურს უფრო გაღრმავებული ურთიერთობა ევროკავშირთან და სწრაფი ტემპით ამმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ეს არის ყოველთვის მნიშვნელოვანი. ეს კადრები 2008 წელს არის გადაღებული. აგვისტოს ომის შემდეგ ევროკავშირმა საქართველოში მონიტორინგის პირველი მისია გამოგზავნა, რომელსაც პიერ მორელი ხელმძღვანელობდა. კიდევ ერთი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც მაშინ ევროკავშირმა რუსული აგრესიისგან საქართველოს დასაძავად განახორციელა, ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საქართველოს ჩართვა იყო. 2008 წელს ევროკავშირმა გააცნობიერა, რამდენად ჭირდება მას საქართველო. რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებლობა მისთვის და მოხდა მობილიზება ევროკავშირში მთლიანად საზოგადოებრივი აზრის, პოლიტიკური ძალების, შეხედულებების მობილიზება იმ იდეის გარშემო, რომ უნდა გადაარჩინონ საქართველო. 2010 წლის შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა. მათ შორის იყო სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება, ერთიანი საავიაციო სივრცის ხელშეკრულება და რიად მისიის შეთანხმება. მოლაპარაკებების დაწყებიდან რამდენიმე წელში საქართველომ მორიგ წარმატებას მიაღწია. 2013 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოხდა. გაფორმდა ღრმა და ყოვლის მომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაც. პარაფირებიდან რამდენიმე თვეში ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების დაჩქარებული წესით გაფორმების სურვილი გამოთქვა. 23 წლის თავზე საქართველოს პირველი განაცხადი ევროპელობაზე დაკმაყოფილდა.